სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვებას მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. მესამე პრეზიდენტმა თემაზე კომენტარი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე გააკეთა. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა სომხეთში ვერ შეძლო ის, რაც მოახერხა 2012 წელს საქართველოში. სომხებს ჰქონდათ თვალწინ საქართველოს გამოსვლა. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია, როგორც ატარებს საქართველოში. დააკვირდით, როგორ ძლებდნენ გუშინ გამგებლაპარაკა მასტიაზე, როგორც ძლებდნენ ფაშინიანს. ჯერ იმის გამო, რომ საფუძვლური ცნობა მოსული, დაიწყეს ცალკეული ემბარგოების შემოღება, შემდეგ ხელი არ შეუშვეს რუსებმა და პირიქით ხელი შეუწყეს ახალ ომს, რის შემდეგაც მათ იმედი ჰქონდათ, რომ ფაშინიანი დაეხოვოდა, არ დაეხოვა, ამის შემდეგ გამოამორეს რუსი ოლიგარქი, იქაური ივანიშვილი კარაპეტიანი, ფაშინიანმა გადო, იმიტომაც გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთებ, დააბატინა კარაპეტიანი საშინაო უსაფრთხოებაში დასვა, თუმცა უკვე გამოშვებულია, მაშინ ამერიკელებს ჩვენ ვერ ვლანდებოდ ფეხი. პირიქით აკეთებდნენ ივანიშვილს, იმიტომ კი არა, ივანიშვილი მოწოდა, უბრალოდ რუსეთთან პრობლემები არ აუხდოდა. რა თქმა უნდა, ზუსტი პარალელები არ არის სრულიად სხვადასხვა საერთაშორისო ვითარება. ამჯერად ტრამპმა პირადად დაუჯერა ხარი, ვიცე-პრეზიდენტი გამოგზავნა, სახელმწიფო დივანი გამოგზავნა, რომელიც ის კი არ ულაპარაკია, რომ ხელისუფლების დემოკრატიული გადაცემა. თუმცა ამ კაც კონკრეტულად უჯერთ ხარდა ამაზე გეგმა. ივანიშვილი 2012 წლის ეფესოს გეგმა არ იმუშავა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვის უფლებით სარგებლობისა საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მის ოპოზიციად უფრო იქცა ვიდრე ივანიშვილის. ეს კი საერთო საქმეს აზიანებს. სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების დასამარცხებლად საზოგადოებრივი და პოლიტიკური ერთიანობა არის აუცილებელი. ეს ყველაფერი აქეთ არის, ეს თუნდაც ეს აქეთი შედევრი რომ შეიძლება შევეჭერო, რომ ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთს ქმნის, ყველა აღეულობა და აღარ გვინდა ამის დანაყოფად. ამიტომ ჩვენი ამოცანა ეს, რომ ივანიშვილი ვერ შევადგინოს თავის ბაზარში. ან დროზე სწავლობ, იქ გამოვიდეთ, ჩვენ თავის რაღაცაები შეიძლება. მე როგორც ხედავ, უკიდურესად თავშეკავებულა, სწორედ იმის გამო ხედავ დიდ სურათს და დიდი სურათია, რომ ჩვენ ხავს უნდა ვაჭროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია თავად დიდ რაღაც ხელვაზე მოცემდება და მივიღოთ მუჯულობების პროექტ მერები და აკეთებით გაზრდა გამოცხადა. ჩვენი ხალხი არის ძალიან გონიერი, ჩვენი მხარდაჭერა არის გასაფრთხილი გონიერები. მე ყველას მოუწოდებ თავის ანგარიშს მათ სახელების სახელი ზოგი შემოუყრეთ, ავისკარისა და ზოგი და ზოგი. ეს არის მაღალგანაცვლებული ჭკვიანი გონიერი პატრიოტი ადამიანები. და ისინი არიან ძალიან ბევრი, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი. ამიტომ ეს ნისი უნდა გაიყაროს, ეს ხალი უნდა დაიჭიროს და დავინახოთ ნათელი სურათი. და ნათელი სურათი არის ჩვენი მომესამედრო და ჩვენი სამსახიობო. ეს განცხადებები მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე გააკეთა. მესამე პრეზიდენტს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ბრალი სასჯელის სახე და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით. თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.